საწმინდის პარკმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ახალი პროექტის პრეზენტაციას ქართული ზღაპრები აუდიო ბიბლიოთეკა უმასპინძლა. პროექტი ინტერნეტ სივრცეში ხალხური ზღაპრების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს და მის ფარგლებში ეროვნული არქივის კინოფოტო დოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული 60-70-იან წლებში მაგნიტურ ფირებსა და ფირფიტებზე ჩაწერილი ქართული ზღაპრების აუდიო ჩანაწერების დიგიტალური ვერსიების მომზადება და გავრცელება. საწმინდის პარკში მოსულ ბავშვებს შეუძლიათ მოусმინონ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით შედგენილ ზღაპრებს. ეს ზღაპრები ჩვენთან აუდიო ჩანაწერების სახით ინახება, ამჟამად უკვე გაციფრებულია და ნებისმიერ მსურველს მისი მოსმენა შეუძლია როგორც ეროვნული არქივის საიტის მეშვეობით, ასევე Facebook-ის სპეციალურ ქართული ზღაპრების გვერდზე. ეს არის შესანიშნავი პროექტი, იმის უმეტეს რომ ბავშვებს ძალიან ჭირდებოდათ ასეთი რამ. დიდი ხანია ჩვენ ფიქრობდით აი ამ პროექტის გაკეთებასთან დაკავშირებით და ჩვენმა სამსახურმა ეს პროექტი ასე ვთქვათ მოახერხა და გავაკეთეთ ეს ბავშვებისაც შესანიშნავი რამ არის მე ასე ვფიქრობ. ეს დოკუმენტები ქართული ზღაპრების აუდიო ჩანაწერები ინახება საქართველოს ეროვნული არქივის ფონოდოკუმენტების საცავებში. ეს არის გასულ საუკუნეს ჩაწერილი აუდიო ზღაპრები, რომელსაც ბავშვებისთვის წერდნენ ქართული გამოჩენილი ქართული მსახიობები და დაგვებადა ასეთი იდეა არქივს, რომ გაგვეცოცხლებინა, ასე ვთქვათ, მეორე სიცოცხლე მიგვეცა ამ ჩანაწერებისთვის, იმიტომ რომ ეს ჩანაწერები ადრე გამოდიოდა ფირფიტებზე და ეხლა უკვე შეიცვალა ტექნოლოგიები, უფრო მარტივი გახდა, ვთქვათ, ამ ჩანაწერებზე წვდომა